ვახტანგ მაისაიამ ნატოს წარმომადგენლობაში ნატოს გენერალური მდივნის ანდერს ფორ რასმუსენის სახელზე მიმართვა შეიტანა. მიმართვაში ყოფილი პოლიტპატიმარი თავისი დაპატიმრების მიზეზებს და განაჩენს აღწერს. მაისაია ნატოს საქმის გამოკვლევას თხოვს. ყოფილი პოლიტპატიმრის თქმით, იგი ვალდებულია ალიანს საქმის დეტალები დააცნოს. მაისაია 2004-2008 წლებში ნატოში საქართველოს წარმომადგენელი იყო. იგი ჯაშუშობისა და ღალატისთვის 4 წლის წინ დააკავეს და 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. მას საპრობილე 13 იანვარს ამნისტიის შედეგად დატოვა. მინდა გადავცე დღეს ნატოს მისიის ხელმძღვანელს ოფიციალურად ჩემი მიმართვა, რომელიც დაწერილია ნატოს გენერალურ მდივანის რასმუსენის სახელზე, სადაც განმარტებულია ის თუ რა ბრალდებით დამაპატიმრა, თქვა შეთითხმილი ფალსიფიცირებული საქმის მიხედვით მიხეილ სააკაშვილის რეჟიმმა. დავიწყეთ ჩვენ თვითონ საიდუმლო გრიფის მოხსნა განაჩენიდან ვიწყებ და მიმართავთ ნატოს, რომ აუცილებლად ყურადღება მიაქციოს იმ გარემოებას, რაზეც ბრალი ზარდეს ვახტანგ მაისაიას.